და გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაძაბული შეხვედრა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დიდი 10-ის საქართველოს დიდი 10-ის გათამაშების საპლეი-ოფო ეტაპის პირველი მატჩი, სადაც თბილისის არმია ეთამაშება თბილისის ხვამს და 0-3 ჯერჯერობით ხვამლია წინ. განახდა შეხვედრა, განახდა მეორე ტაიმი და ბრწყინვალედ იწყებს ხვამლი ჯო ბავაზე გადაკიდებული ბურთი დაიდგა თითქოს, მაგრამ უკვე აღარ ეკიდა ბურთზე ხელი. ერთი ცვლილება, რასაც თვალი მოუკარი, თითქოს უნდა იყოს იაშვილის ნაცვლად ბარბაქაძე, მაგრამ განხორციელდა თუ არა, ამას გავიგებთ. სულ მალე ლეტვა არ არის, უცხელი უნდა გაუშვას. მორაგბემ. ბარბაქაძეა 21 ნომრით შემოსული, ჯერ ოქმში არ გვაქვს ასახული, აისახება აუცილებლად. ციკლაური ამზადებს თავის მორკინალებს. კუთხის გასაუმჯობესებლად და მიანიშნა ახლა რომ აღარ ბურთს ასევდა, თუმცა საბა აბულაშვილმა შეაჩერა სასტვენით. ჩავარდნის გამო ხვამლელთა შეტევა. და კარებისკენ მიუთით ეს არმიამ ანგარიშის გათანაბრება უნდათ. ვერ ვიტყვით რომ რაღაცა კატასტროფულად რთული პოზიცია მამუკანინიძისთვის. ინიძის დაარტყმა. ზუსტია გათანაბრდა ანგარიში 42 წუთზე, 3-3. ყველაფერი იწყება 0-დან. ორივე გუნდისთვის. არმიას სჭირდებოდა გადატვირთვა, სჭირდებოდა დასვენება და სულის მოთქმა, მას შემდეგ რაც ძიმე პირველი ტაიმი ჩაატარეს. წინ თამაში არ არის თავში მოხდა ნოდარ ჭეიშვილს. ხო, ეს საინტერესო წესია, ბევრს კარგად არ აქვს სხვადასხვა გააცებული, რომ წინ თამაში მკლავიდან ხელის ბოლომდე ითვლება. უტიძემ შეუტია. ციკლაურმა გოგია მონახა. ხელ და ხელ, იქვე ცენტრში განახორციელეს დაარტყმა. მეორე ხამლეთი იყო ახლა უკვე დვალი ამ შემთხვევაში თაყაიშვილი. გამართული დახვდა ნინიძეც. და აი, სწორედ ის პროცესი, სადაც ვიდეო რეფერის უთხრა საბა აბულაშვილმა მაინც შეამოწმეო, რამე თუ მოხდა. აი. პრობაჩერებულია. თორსა თავთან კონტაქტი დავინახე, უბრალოდ ორივე მოხრილი დავინახე მე. თუ რამე სხვანაირად გვაქვს, მოვანახავ. აი, იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი უხეშობა არ იქნება. ახლა ძალიან ბევრია. 3 არმიამ მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს ეს ყველაფერი. თავთან კონტაქტი გვაქვს, მაგრამ ნახავთ თუ არის უხეშობა. ამასობაში უკანა ფონზე ხო, კი ბატონო. სოსო ჯაფარიძე ამოწმოს და ჩათვალა საჭიროც რომ საბა აბულაშვილი მაინც მივიდეს იქვე დამონტაჟებულ ტელეეკრანთან, რაზეც უნდა გავიმეორო რაგბის კავშირს და განსაკუთრებით რაგბი ტივის ბიჭებს მადლობა უნდა გადაუხადოთ, ასეთი ფუფუნება ბევრ სხვა ქვეყნებში არ არსებობს, შიდა ჩემპიონატს გულისხმობ რა თქმა უნდა და არა პროფესიულ ლიგებს. აი, აქ გამოჩნდება. იღებს უფრო დარტყმას, არა? რასაც ხედავ, 10 ნომერი არის გამართული მწვანე. არის თავთან კონტაქტი. დარტყმის ზალა არ არის მაღალი.
დარტყმას უფრო იღებს ადგილზე. შესაბამისად იქნება ყვითელი ბარათი. მესამე ყვითელი ბარათი უკვე აი. არმიას. ნუ არ ვიცი ხა თავთან კონტაქტია ყვითელი ბარათია ის ხო რა. ყვითელია. გამართული ხარ თავთან არის კონტაქტი. 80 წუთიდან 30 წუთი გასნაკრული იყო არმია დღევანდელ შეხვედრაში. ერთი წამი. ხო, ეს რაც არაერთხელ მიითქვამს მე ჩვენს რეპორტაჟში მამუკანინიძე ამასობაში ასევე ძალიან კარგი ახალგაზრდა სხვათა შორის რომ რისკავთ ყოველთვის ბოჭვას თუ გამართული მივდივარ მესამე არის უხეშობაზე ორი თავთან კონტაქტი. დრო გჭირდება რამე? აი. ხო, ნუ გაფრთხილება ისევ გაუმეორა საბაბულაში ამ შემთხვევაში. გამართული თუ შედიხარ ბოჭვაზე რისკავს მოთამაშე, ამიტომ ჯობია წავახალისოთ მოთამაშეები, მწვრთნელები და ყველა რაგში ჩართული ადამიანი რომ ბოჭვა ზეგი სიმაღლე უნდა დავწიოთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ის რაც და აუცილებლად სტადიონზე, კი. მივიღებთ იმას, იმიტომ რომ თანამედროვე წესები ამაზეა მორგებული. ოდნავი კონტაქტის ძალიან სახესთან კონტაქტური პროფესიული რაგბი ძალიან წინ წავიდა, ფიზიკური მონაცემები უფრო ზევით და ზევით მიდის ამ მედიცინის და ფიზმოზადების დახვეწის აი სებასტიან შაბალმა ბოლო ინტერვიუ ძალიან სამწუხარო გააკეთა დაუბრუნდებით ამასობაში მოიგეს ხვამლის მორაგბეებმა დერეფანი და დიდი მორი დააყენეს და გაუგებრობა იქ ჯობავა ორა კონტაქტი ურიძეზე მაინც გააჩერეს ჯობავა მორკინალები წავლენ ახლა დაჩეჩქვაზე და ამძიმებს ხვამლი წესთა და რიგით თამაშს კურტანიძე ბარბაკაძეზე შეუტია არა უტიძემ შეუტია ბარბაკაძეზე და ბურთი დაიკარგა ლევან ჭავჭავაძე ხლეტვის ავტორი ცაბაძე და კაკაურიძე გავიდნენ ეს გამოგურჩა რომ გვეთქვა კიაშვილთან ერთად და ლევან ჭავჭავაძე და მიხეილ ფსუტური ცვლიან პირველი ხაზის წყვილს ძლიერად შევიდა ლუტიძე სხვათა შორის ასევე სახსენებელი ადამიანი რომელიც გამოირჩევა თავისი ღირსეულობით და ძალიან კარგი თამაშით ხო კარგი მორაგბეა და ყოფაქცევით თლათ უკეთესი ეს ამაღლებს რა თქმა უნდა შესტავს და საერთოდ რომ შიდა ჩემპიონატში რა ესეთი მოთამაშეების ყოლა ძალიან სასიამოვნოა და მადლობა უნდა გადაუხადოთ მშობლებს და მოკლედ აღზრდელებს ყველას ვინც ასეთ კარგი მორაგბების აღზრდაში იღებენ წვლილს. ხო, შეგვიძლია დაუბრუნდეთ იმ ამბავს, რასაც ყვებოდით ლეგენდარულ სებასტიან შაბალზე ის როგორც თავად აღნიშნავს მეხსიერების პრობლემები აქვს. იყო ძალიან ხისტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მორაგბე მოედანზე და რაც დაწერა ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ აი ამ ხელა კარიერის შემდეგ არც ერთი წუთი არ მახსოვსო მოედანზე გატარებული და არც ერთი მარსელიოზა რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეუასრულეო ეს რა თქმა უნდა არის იმ ტრავმების ბრალი რაც მან გადაიტანა კარიერის მანძილზე თავთან ბატონო თუმცა ასეთი ტრავმები ასევე რომ არ შევაშინოთ ჩვენ მაყურებელი არა არის ამიტომ კატასტროფულად ძალიან იშვიათია აი სებასტიან შაბა რამდენი 100,000-ობით მორაგბეა ხომ სოფლიოში და სებასტიან შაბალმა ერთმა კიდე არის სხვა შემთხვევები მაგრამ ძალიან მცირეა იშვიათია თუმცა აი ამ ყველაფრის პრევენციას და კიდევ უფრო მეტ ჯანმრთელობას ყურადღებას ჯანმრთელობაზე ეხება ეს კონტაქტი ბევრისთვის რა თქმა უნდა და მათ შორის მეც ვარ ერთ-ერთი ვისაც ბოლომდე რაგბის ასე შერბილება არ მოსწონს თუმცა აუცილებლობა და მოთამაშეების ჯანმრთელობა ამ ყველაფერს მოითხოვს. იმიტომ რომ საღი აზრი გაგაჩნია. თაყაიშვილმა მიიღო უპრობლემოდ ბურთი, წამოიღო თვითონ და აწია პატარა აბრაგანი, რაზეც მისწრებაზეც ითამაშა, თუმცა ნახუცრიშვილი კარგი იყო მიღებაზე ბურთი შეინარჩუნა. დააფარეს ბარბაკაძეს თუმცა გაუქმდა თამაშგარის ხაზები დაფარების შემდეგ. გიგოლაშვილი მარჯვნივ ქვათაძე მონახა ქვათაძემ ციკლაურზე გააკეთა აქცენტი და უპირატესობაც შექმნა ფსუტური ჩაერთო ახლა შეხვედრაში მაღალ სისწრაფეში თუმცა დახვდა მას ამლეთ დვალი მოლია და გაჭედავენ ბურთს თავისუფალი დარტყმა ერგებათ სავარაუდოდ ხვამს და 8 წუთი ამასობაში ამოიწურა პირველი ნახევრიდან
გაჩერებულია. ხო, ორივეს ექი მიჭირდება, მაგიტო გავაჩერებ. გოგიგოლა შულს და საულტიძე სჭირდებათ. კი, უბრალოდ ექი ცნო დახმარება. ჯობა უქმეტია ანუ ბოქსკი 10 მეტრს რო არ გადაცდება რა შემთხვევაში ხო ჯარიმა ინიშნება დასაწყისში კი თუ ღია თამაში ანუ ბოქსკის 9 ნომერი რო არ თავს 10 მეტრი რო არ გადავა იმათმა თუ წინ არ იმოძრავეს და გამოიყვანეს ესენი უკან თუ წავიდა მაშინ არა გასაგები ანუ იმათმა უნდა ითამაშონ რა კითხვა-პასუხის რეჟიმი დაამთავრდა ნახუცრისძვისა და აბულაშვილის შორის და თაყაიშვილი გურთით ხელში შეგახსენებთ თავისუფალი დარტყმა ერგოთ გაჭედილი მოვლის შემდეგ. კი. კარგი კომუნიკაცია იყო აქაც. არანაირი ზედმეტი, უბრალოდ კითხვა-დასვა მიიღო პასუხი და უბრუნდა თავის სათამაშო ადგილს სანდრო ნახუცრიშვილი. ნახოთ, მაღალი ბურთი დამაჯერებელია არმეელთა კაპიტანი, თუმცა ხელიდან კარგავს ის ბურთს და შანსი ხვამს კონტრშეტევის. ციკლაური სწრაფი ბურთი მარცხენა ფლანგზე. კურტანიძე ჩაერთო მივიდა. კაპიტნების ორთა ბრძოლა. გოგია რასი სწრაფეში იღებს ბურთს. ფეხით ჭკვიანური თამაში, მაგრამ შესრულება ცუდი. აქეთ საიდან დაიწყო მე ყველაფერი? იქ რა არის, ახლა შემოხლა ხო არა, რატომ მერბიანი თამაშები? საჭირო ნამდვილად არ არის ახლა ეს ბიჭებო. ო დაძაბულობა გასაგებია, იმედია ფარგლებს არ გაცდება. ანა შემშვიდა, ყველა ჩაიყვანა. სიტყვები გაცვალეს. იმედია რა ეპიზოდიც კადრში არ გქონდა, იქაც არაფერი ზედმეტი არ მომხდარა, ეს ბოლის გამოშვება და ტემპერატურის დაწევა ან აწევა ხანდახან აქ ბოჭოა პირველ რიგში იყო ლეგალური 15 ნომრის წინიდან კაპიტანი 6 ნომერი თითქმის იყო მიწაზე წასული მაგის მერე თამაში გაგრძელდა მე გავყევი ამ სიტუაციის პროვოცირება დაიწყო 6 ნომრის მხრიდან რომელმაც ამაზე რეაქცია ჰქონდა მე იქიდან მქონდა ეს რეაქცია 15 ნომერს კაპიტანს ვინც გააკეთა ბოჭო კაი ბატონო ეხა ორივეს დაველაპარაკები ჩემთვის ჯარიმა არის 6 ნომერზე იმიტომ რომ ამ მომენტის პროვოცირება იყო 6 ნომრისგან და მე გადაიზარდა ეს ყველაფერი გუნდულ შელაპარაკებაში რამე სხვანაირად ხო არ ფიქრობ კაი არა მოგძანდი კაპიტანი ეხა თქვენი საუბარი დასრულებულია მე მომისმინეთ აქ რაც გვაქვს შენ ხარ ბურთით შენ ხარ ბოჭო იყო ლეგალური რაც არალეგალური იყო ეს ყველაფერი მიიღო ან ლეგალური ბოჭვის მერე შენგან დაიწყო პროვოცირება რაზეც აკვა 15 ნომერი საწყისი იყო შენგან გადაიზარდა ერთი წამით გადაიზარდა გუნდურ შელაპარაკებაში მაგის გამოც იქნება ჯარიმა შენზე ეხლა რაც მჭირდება თქვენგან არის ორივე გუნდი დაამშვიდოთ იმიტომ რომ ბოჭვის შემდეგ დაიწყო საუბარი და ხოლმე შენგან ერთი წამი განხილვას არ ყოფს ხელი კარი განხილვა იყო შენგან ჯარიმა არის შენზე ეხლა გუნდებს დაელაპარაკეთ ესეთი რაღაც აღარ ნახეთ ასეთ მარტივად მოაგვარა საბაბულოშუნა და ძალიან სწორადაც სხვათა შორის
რა თქმა უნდა ორივე ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი მორაგბეა და ნუ ხდება ასეთი რაღაცეები შეელაპარაკნენ ერთმანეთს, მაგრამ მე თქვენ თვითონაც მომსწრენი ხართ როგორ გადაეხვიდნენ. ამიტომ კონტაქტური სპორტია ბოლო-ბოლო ხანდახან ნერვები მოეშლება თქო მე ახლა ეს ნუ გაიქცევა დამშვიდი. არა. აქ არის ჯარიმა და დროულად არტყი რა ბურთი გაქვს. კაი, შემოუშვ. აი ბატონო. გადავიდნენ უკვე? არ ვიცი მეოთხემსაც აქვს. ცინცაძე გამოვიდა. ვის მაგივრად? უნდა შეცვალოს დიდი ალბათობით ლუკა თოდუა მან. კაი, ჩაირთო დრო. არა, მე მგონი წვედიანი გადის. ნახოთ ვის პოზიციაზე. უпроსტად რა პოზიციაზე დადგება და ვის შეცვლის. იკა ცინცაძე. ორი ხელით ჭეიშულზე მოიგეს ბურთი თავისუფლად არმიელებმა, გავიდა ხაზზე. პირველი დარტყმა ცენტრალურ ზონაში, ბარბაკაძე მარცხენა ფლანგზე ათამაშებს. ნახუცრიშვილი შესანიშნავი იყო, კარგი პასიც გააკეთა. ყინვალეა საბა ილურიძესა და სანდრო ნახუცრიშვილის დუეტი და ესეც პირველი ლელო დღევანდელ შეხვედრაში კაცნაკული არ მიაახერხებს ლელოს გატანას. არა, თუ იყო მეტყვია. წინ თამაში მოეჩვენეთ არმიელებს რა იყო და ხამლის მორაგბეებს მე თითქოს ვერ მოვკარი თვალი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად, მაგრამ ძალიან კარგი შეტევა იყო ნახუცრიშვილმა, ფანტასტიკურად წაიღო ბურთი, ამოხდა იქ ერთი ბოჭიდან, მიყოლაც კარგი იყო ილურიძის მხრიდან და ბურთის ამოგდება და ლელო ჯერჯერობით მოედნის გადაწყვეტილება არის ლელო. დარტყმის დრო მიდის რო იცოდეთ რა. ხელი აქ მოტახილიო? არა, ეხა. აი, ერთი წამი. დრო გაჩერდა. შემოწმება. რაკში არის წინ თამაში, მაგას მიგნები? საინტერესოა. ალბათ მე როგორც გითხარით, ეთერიდან ვერ შევამჩნიე, ამიტომ ნახოთ აბა ყვაჭინებს. აი ბარბაკაძე გადაცემას ნახუცრიშვილზე სანამ გააკეთებს, იქ იყო რაღაც მოძრაობა, თუმცა რამდენად იყო წინ თამაში, ამას უკვე განმეორებით კადრზე ვნახავთ. ესეც მე თამაშის დროსაც რაც დავინახე, ბურთს უკან დებს, უკან ხელის გაშვების მერე დებს, ანუ პირველი მოძრაობა ბურთის გამოწევის არის უკან. ხელს უკან წევს და უშვებს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდის განსჯა უწევთ ახლა არბიტრებს. არა, სოსო მე ნახე რას ვხედავ. ამ ყველაფერს აკეთებს ხომლის კაპიტანი, რომელიც ხელზე ეთამაშება. ანუ ბურთის დადება არის უკან, ბურთს ეს მოთამაშედებს უკან, შემდეგ ხომლის კაპიტანი ეთამაშება. კი ბატონო, ქაჩავს ხელზე და ავტომატურად ბურთს უმუშავებს თავის ამობაშოს და რაც გინდა ისკე. როგორც ესეთი არმიის მოთამაშისგან აქ არ ყოფილა. კი ბატონო. არა, ხელზე თამაშობს, მაგიტო ვერ ჩავთვლი, რომ წვანისგან წავიდა ბურთი წინ. აბულაშვილის ვერდიქტი უკვე ცნობილია, ლელო ითვლება 8-3 ანგარიში და გარდასახვის დრო ახლა გაგრძელდება, საბა ილურიძე შეასრულებს ორქულიან დარტყმას. ჩაირთო დრო. საბა 10 წამი გაქვს უნდა დაარტყა.
ილურიძის დარტყმული. ზუსტია და 10-3 ხდება ანგარიში. ხელზე ბურთს უკანდებს. ხუცრიშვილის შესანიშნავი თამაში ცინცაძე მოიშორა აი, შემდეგ აქაც კარგად ლუტიძეც ამოხდა. დაიქნია და არც საბა ილურიძეს დავუკარგოთ. მიყოლა არა ისინი რა თქმა უნდა აშრომი. მიყოლა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რაგბიში. 11.5 არის გასული. განახდა ცენტრიდან. უკან დავარდა. გასვიანი პირველ მიღებაზე დამაჯერებელი ვერ იყო, შემდეგ უკვე დაიმორჩილა ბურთი და აქში გადავიდა თამაში. ბაკაძეს მეორე დააფარეს. და რთულ სიტუაციაშია ნახუცრიშვილი, აქედან ვერ გამოძრებოდა. საბა თავი დაანებო მაგ დროს ხელი არ მოყიდა. დაანებე შენ თავი. არ ვიცი, გავიგებ და გეტყვი. მარიამ ბარათს რამდენი აქვს? მნიშვნელოვანია რომ ეს დერეფანი კარგად მოიგოს სხვა მომაჯერ. ორივეს მაგის დრო აქვს რა. ერთი წამი. რაოდენობა დგანან 6, თქვენ გახართ 7. უკან უნდა გავხდეთ ერთი კაცი. უკან ერთი კაცი უნდა გავიდეს დერეფშიდან. არ მიართულ სიტუაციაში ხვამლიკი ძალიან კარგ შესატევ პოზიციაზე ბურთი სუფთად ვერ მოიგეს, თუმცა სულეიმანაშვილი მაინც ახერხებს დამორჩილებას და არტყმა ძელებს წინ. გოგიამ შეუტია და შეინარჩუნა ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაგრძელებას იქვე მორკინალები იღებენ წინ სულა ჰამლეტ დვალის მხრიდან ისევ მარჯვენა ფლანგი ლუტიზე შიგნით წამოვიდა შებოჭე სამოსხლტა პირველი ბოჭვიდან და რამოდენიმე მეტრი მოიგო მივიდნენ 15-იან ზონაში შიგნით უკვე და ბურთი დაიკარგა ბურთი არმიელების მხარეს არის ბიჭებო აქ მიყოლა საჭირო ილურიძემ შეინარჩუნა გადაყარა კეშელავა ახოჩუშილზე გავიდა და ეს უკანასკნელი წინ და შორი დაყმით მაინც გამოდის შორი მაგრამ მოიგერია 22 მეტრიან ზონას ამოწდნენ ხვამლის დერეფანი იქნება მისთვის დარტყმის ბუნებრივი პოზიცია არის რაქიდან ბოქსკიკი მაინც ღია თამაში ისეთი ეფექტური ვერ არის ნახუცრიშვილის დარტყმები როგორც რაქიდან სრულდება როგორცაც რაქიდან ასრულებს თუმცა არ იყო ურიგო ეპიზოდი გარკვეულწილად განიმუხდა. 14 გავიდა. ნინიძე ემზადება მოედანზე დასაბრუნებლად. ხვამს უკეთ მართებს თავისი შანსების გამოყენება, როდესაც 30 წუთი მეტოქე გუნდი კაცნაკულია, შენ ეს ანგარიში უნდა ასახო. უკან დავარდა. ჭავჭავაძე მისი მხრიდან წინ წავიდა. და დაუშტინა საბა აბულოშვილმა შეკინება იქნება წინვარდნაი ხვამლის 55 წუთი ანუ მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთი ამოიწურა მოვედით შეკინება დიდი ხნის წინ იყო სივრცე დაიცალეთ რა ვა თავიდანვე შესულიყავი თავი დარტყმით არ აი ამ ეპიზოდში დაკარგა ბურთზე კონტროლი You have to be in. წავედით კი მოვეწყო პირველი პირველი ლევან მის ნუ მოხრა შეკრა შერკინება
მიაწვა ხვამლი. და დაკარგეს საკუთარ შერკინებაში ბურთი. ბარბაკაძე რთულ სიტუაციაში. შეინარჩუნა. ნახუცრიშვილი ჭკვიანური გადაკიდება ბურთს. ჯობავა შეეხო და წინ თამაში შემდეგ გიგოვაშვილზე. არ გაგვიტარები არაფერი დროს თუ იქნება მეცე უკან სოსო წინ თამაში გვაქვს არ ვიცი რაზე მოვაპარაკებიან აი წინ ვარდნა გასაგები ერთი წამ გასაგებია და ვნახოთ გასაგები ხო იქ არ ვიცი მეც ვერ მოვკარი თვალი მაგრამ რატო აქ ცეთი რეაქცია რაკში თავში ჩააკეს როგორც თავად მაგცა ნომერს იჭერ შენ პირველი მოდი შენგან შენ ერთი წამი ახლა ვიდეოდან რაც არის ნანახი მაგას გეუბნები შენ იჭერ მე რეაქცია იმაზეც მექნება სიტყვა ესე აღარ გააკეთო აი აქ მოვედი აი მოვედი 12 ნომერი იყო შენ არ იჭერი 12 იჭერი მაგრამ თქვენიანი 12 იყო და მოკლედ ძალიან ცდილობს ყველა რომ წესრიგი იყოს მოედანზე სიუცე კარგი იყო ბურთს აიღეთ ისე დაჩი ციკლაური ბურთით ხელში საქართველოს უთვლამდე ნაკრების წევრი მიაწვა ხვამლი დაძრა მეტოქის შერკინება არის ჟარიმის უპირატესობაც ვერ გაუძლეს ამ შემთხვევაში მიაწვა მიწოვა კარგი იყო წნეხში ტრიალებს აჩი და კარები მიუთით ჭკვიანურად სხვათა შორის პრაგმატულად თამაშობს ხვამლი რომ შევიდეს ერთი გარდაუსახავი ლელოს ზონაში 18 გავიდა ლუკა თაყაიშვილი ბურთი სადგამი და ძელები მოკლე გამორბენი დარტყმა უცდება მანძილს უცდება კარს და წამოიღეს ხელით უყურეშენ არმიელებმა კეშელავა მონახა შემდეგ ნახუცრიშვილმა წინვალე დამოიტანა თუმცა გადაყრამ დააგვიანა და დაჯარიმდა არმია იქ არის ჯარი უნდა გავუშვი ძალიან მახვილია კუთხე საინტერესოა რას გადაწყვეტს ხვამლი ალბათ მაინც კიდე ჯარიმის ეპიზოდი ჩაასწრეს აქ ფეხზე მყარად დგას როგორც თქვენთან ხედავთ ხვამლი მორაგბე უტიძე იყო გამორჩეულად კარგი რაკის ეპიზოდში გიორგი ვარდოსანიძე მომზადებული ახალი პირველი ხაზი შემოსასვლელად. მოლია შეიკრა მოლი წინსვლა. ცირედი აქვს ძალიან ხვამს. ერთხელ გაჩერდა ცხრა. გიგოშულმა გადაამოწმა საჯთან. წესები არ დაერღვია, შუიდან ჰქონდა გაჭრილი ბურთი, სად არის ბურთი ჩახურულია წესით, მაგრამ საერთოდ დაკარგა ხვამლმა. თამაშია. ესეც ღია თამაში ბარბაკაძემაც. ჭკვიანურად ითამაშა, უშეღავათო ბრძოლა გვაქვს თითოეულ წერტილში. აი თუ დააკვირდები მოვლენებს საერთო ჯამში, საბა არმია ერთი კარგი შეტევით შევიდა მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონაში და ლელო გაიტანეს, ხვამს ძალიან უჭირს ქულის აღება.
მიუხედავად იმისა, რომ 30 წუთი გაწნაკული იყო არმია. კი, ასეა ნამდვილად ბევრად ეფექტურად იყენებს არმია თავის იმ მცირე ჩანსებს, რომელსაც იღებს. რომელიც ძალიან მცირე ქონდა. შეცვლებია. დისციპლინა უფრო ხვამლის მხარეს არის, ფაქტია, ნაკლებად არ სამი ვავენ კვეთილი წეს. ბარათი. ბურთისფლობაც მე მგონი უფრო ხვამლის ესეც მხარეს არის. ფეხით მოედანში უკეთესად ითამაშობენ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაუშვათ პირველ ნახევარში 3-4 ისეთი შეცდომა იყო, რასაც მოყვა ან ადგილზე დანიშნული დერეფანი, ან პირდაპირ წამოღებული კონტრშეტევა ცენტრალური ზონიდან. ასე რომ ხვამლს მართებს მეტი კონცენტრაცია, ალბათ რაღაც მომენტში ამ დაძაბულობის მოხსნა 60 წუთია უკვე თამაშობენ, თუმცა მენტალურად გუნდს ხელს ატყობს, რა თქმა უნდა, და მათ ხასიათს ის რომ 30 წუთი მეტობაში იყვნენ და გააკარგეს მოწინააღმდეგის ნახევარზე. ვერ გამოიყენეს. ბალბაკაძე გავიდა ბურთი. ნინიძე, შორეული დარტყმა წინ. ჩაუგდო. კარგი დარტყმულია ძალიან. თავარია ხაზი კარგად უნდა ახურონ, რომ წრეხში ამყოფონ და შედეგიც გამოიღო. ცოტა მოეჭრა, ცოტა წრეხში იყო თაყაიშვილი. კარგი შანსი მიიღო ამ ყველაფრით. დიდი მოიგეს არმიელებმა. არმია. ხო, მე რატო წარმოვიდგინე, რომ ხვამლის უნდა ყოფილიყო დერეფანი, ხო, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ აი, წამიერი კონცენტრაციის კარგვა, მხოლოდ მოედანზე არ უნებს. ეს კი გადათხოვილი. გავიგე, ხო, ტკივ არა და ნახე. აპრილის თოს რა შობია ვიდეო. მაშინ აღარ ვაწვალოს. კარგად შეამოწმერო, შეძლებ თუ ეშო. არა, მე არსად არ გიშვით, მაგრამ სადღაც მესამე წვალობ და მაგიტომ ამო კარგად ნახე, თუ შეძლებ, თუ არა ლუკა კეშელავა, ხარშილაძე, სანდრო სესიაშვილი გამოჩნდნენ მსხვილი რაკურსით იგოლაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება კიდევ ერთხელ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ორივე გუნდს ეს ყველაფერი და პირველი ხაზის ცვლილებაზეც უნდა ვთქვათ გოგია ვარდოსანიძე და დვალი გავიდნენ 20 ურატაშვილი ნებულიშვილი და მახარაძე და შემოსული ვაცდები გოგია მოედანზეა კურატაშვილი ნამდვილად შემოსულია გოგია არა უბრალოდ დვალია მოედანზე შემზად ხართ ჩაირთო დრო ორთაბრძოლაში მოიგო მაინც არმიამ 15-მეტრიან ზონაში კიდესთან ახლოს ჩამოყალიბდა პირველი რაკი მორკინალებმა თავად აიღეს საქმე და შეასრულეს ნეომევა შიგნით მიიწევს ცენტრისკენ არმიის შეტევის ზონა ანა გასვიანი მოლია რაკიდან მოვლი ჩამოაყალიბეს უცე კონტროლი ჭავჭავაძეს ჰქონდა ბოლოს და ჯარიმა საერთოდ მოლის ჩაქცევაზე აი ხარ რა სიტყვები რა უნდა გააკეთოს არმიამ ალბათ მაინც კარში უნდა დაარტყას ისეთი წერტილია თან 15 მეტრიან ხაზთან არის და მამუკა ნინიძისთვის გამოცდილი ნახესაც შევიდა კაცი მუხლით აწოდილძირს და ჩააქცია ამიტომ ჯარიმა ნამდვილად ლეგიტიმურია კი ბატონო. აი, რო გაჩერდა ერთი წამი. კიდევ ესე აქედან ვერ დავარტყავთ რა, სწორია. ან უნდა გავიყვანოთ ეს კაცი არ ვაწვალოთ, ან დარჩეს რა. დავიშალოთ რა. ჩაიგდო დრო. არტოვებს ჯიუტა თენგო გიგოლაშვილი მოედანს მეიბრძოლი ხასიათი პირველ ხაზში ბოლო ცვლილებაც გამოიყენა თბილისის ხვამლმა გავიდა ჰამლეთ დვალი და რეზო მახარაძე შემოვიდა მის ნაცვლად
ლუკა ნინიძე ემზადება 3 ქულის მოსაპოვებლად და მისი დარტყმა ზუსტია 13-10 გავიდა 10 ქულიანი სხვაობით. 13-3. ბოდიში 13-3 10 ქულიანი სხვაობით გავიდა წინ. არმიამ არც თუ ისე პატარა ნაბიჯი გადადგა ახლა. კიდევ სადღაც არასრული 16 წუთია თამაშის ბოლომდე. კარგად მიიღო ბურთი. გოლი ტამანი ტოაკულამ. გამოიყენეთ ხრა. ჭავჭავაძეს დაარტყმევინა რაკის გვერდით ზუსტად. აღარ გაუშვი ხელი დევს ბურთი. ნინიძე მზად არის. თუმცა ითხოვს კიდევ ერთ დარტყმას. თავად ასრულებს ბარბაკაძე ბოქსკიკს. უპირატესობა თამაშგარის. აიშვილი თამაშგარის უპირატესობა ხვამს ჯობავა ეკვეთა ორ დამცველს. იქ არან თავისუფლად შენ თამაშგარეში ხარ. მალევე აქვს შანსი ხვამს იმისი რომ კვლავ მივიდეს 7 ქულიან. კვლავ დაიყვანოს სხვაობა 7 ქულამდე. კიდეზე არჩიეს გადასვლა ხვამის მორაგბეებმა. ბურთი გადაა. რთულ სიტუაციაში არმია ხვამს შანსი თან ძალიან კარგი იმისი რომ შედეგიანი შეტევა აწარმოოს. წინ მიიწევს ხვამლის მოლი. თან წესის დაცვაზეც უნდა იზრუნოს აქ არმია. გამოვარდა საბოლოო ჯამში ბურთი ლუტიძე კარგად თამაშობს. შეინარჩუნა ბურთი თან ისე რომ წინსვლაც მოახერხა. მარჯვენა ფლანგზე გავიდა ხვამლი. 15-იან ზონაში არიან და ჩავიდა ჭავჭავაძე შემოვიდა მეორე და მოიღო უმნიშვნელოვანესი ბურთი. ორივე 15-იან ზონაში. შვიდო, კარგი გავს. არა, დევს. აი, დაწმა. და 20 ნომრით რობერტ სავოიანი. ვის მაგივრად ჩემს. ალბათ გიგოლაშვილის. ძალიან წვალობდა ბოლოს. ხო, თენგო ტრამვაში აწუხა. ზამბინელები არ კონტროლდებიან. თუ ყური მაგას თუ შეიძლება რა. კაი, დავაკვირდები. აქ ბურთი პირდაპირ ქონდა. თვითონ შესვლა შემოვიდა? კაი. აქ შენელებას ნამდვილად ვერ ვიტყოდით რომ სუფთა ბურთი ქონდა მიუხედავად იმისა რომ ჩავარდნილი იყო. ჭავჭავაძემ ძალიან იყო ჩა. სისხლი აქ. სისხლი თუ აქ შეგიძლია გავიდეს და შემოვიდეს. დავით მაჭარაშვილი უნდა გამოსულიყო ხვამლის რიგებში წესითა და რიგით. კაი, მოდი ავდგეთ. ჯესე მაროვია. ისიც ემზადება 19 ნომრიანი მაისურით. ოიდანზე შემოსასვლელად მერამდენი ასეთი მასიური შეტევა მოიგერია არმია. 22-ში ვიზიტიდან აღებული საშუალო ქულები 0.0 რაღაცა ძალიან დაბალი იქნება ხვამლისთვის. კი, გიგოლაშვილის ნაცვლად არის მოედანზე სავოიანი. ჭეიშვილზე ვერ გადაცდა ბურთი. ეს ახლა თვალი მატყუებს თუ მზემ გამოანათა. მზემაც გამოანათა. მოკლედ მარტი რო იყოს კიდე გამიკვირდებოდა კარგი და აპრეჩი უცნაური რამეა ბუნება. 12. პასტორად ვარ დროზე სოსო. ბიჭები აქ არის შერკინება მოვედით. არ ელოდებოდა თითქოს კურტანიძე.
წინ ედგა ნაჭარაშვილი და ბურთის მიღებად რატომღაც ჩათვალა რომ ის იყო. მოხრა შეკრა შერკინება დახარ ახალი პირველი ხაზი პრობლემური კლავ კაი მოვედით ახალი პირველი ხაზი ანალოგიური მხარე. საბა გეუნები საჯობა უნდა დაიწყოს. რასაც ამოფიგიოს იმეორებს საბულაშვილი. თავიდან მოვეწყოთ. დავფიქრდები ვიდეო რეფერობაზე. მაგას მივხედავ. ხარი გარეთ შეკრა ზემოთ დატოვა. პირველი. მოხრა შეკრა შერკინება აქ უკვე პირდაპირ გასცა ჯარიმა აბულაშვილმა. 3 ნომერი. რეზო მახარაძე დაჯარიმდა. არა, ბურთი არ შემოდის, თუ გავლენა ექნება კი 3 ნომერი აქცევ. და ბოლო 10 წუთი დაიწყო თამაშის. აი, გაჩერდა შეცვლა. 14 ნომერი შეცვლა. სოსელია შემოვიდა. ერთი წამი კახა დრო გაჩერებულია. აი. ჩაირთო დრო. მოიგო არმიან ბურთი თავის დერეფანში გავიდა ხაზზე ნინიძე მორკინალებზე გაუშვა. აღარ. შეაბრუნა შეტევის მიმართულება ვნახოთ რა აქვს ჩაფიქრებული. გადაცემა ნახუცრიშვილი. წავიდა ჭავჭავაძე ფრთაზე. კარგი ბურთის შენარჩუნება. სავოიანი მაღალ სისტრაფეს ჩაერთო. აღარ ხელი გაუშვი. ბარბაკაძე კლავ ნინიძეს ჭეიშვილზე ამოწიეს ხაზი, კარგი ბოჭვა გაუკეთეს, თუმცა ბურთი სად არის მე ვერ ხედავ, მე დაიკარგა. გადავარდა და მე აღარ გაუშვეს. ჯერ წინ გადაგივარდა, მე რომ უნდა გაუშვა. სწრაფი ხულა სჭირდება ხვამს. კარგად ამოწია. ცინცაძე იყო შესანიშნავი. აზინიკა ცინცაძე მდიახ. მაგასაც მივხედავთ. თავად ნიკა შეასრულებს დარტყმას და შეეცდება კარგი მანძილი მოიგოს. კიდეზე გადასული ძლიერი ფეხი აქვს მას. აი. დრო გაჩერებულია ონე ერთი წამით. ესე მაროვია ვისწვლის. ერთი წამი დრო გაჩერებულია. ჯესე მაროვია ცვის თუ არ ვცდები. გოილევს. საულა გოილევ დატოვებს მოედანს. პირველ კაცზე მოიგეს, აღარ გარისკა, ხვალმა უკანა კაცზე ბურთის აგდება, სულ 8 წუთია დარჩენილი და 10 გოლას არიან ჩამორჩენას. კურტანიძე რა ძლიერად მიდის წინ. შესანიშნავი იყო ხვამლელთა კაპიტანი მარჯვენა ფლანგი ციკლაური ათამაშებს სწრაფად ბურთს. მეტობა სავარაუდოდ ფრთაზე სულეიმანაშვილმა შეუტია და გადადენეს. რა მოხდა იქ? სწრაფად შემოაგდეს? და წინ თამაში კი გრძელდება თამაში. ასეთ რისკს არ ვამართლებ. არის ვერც მოუძებნის ალბათ ვერავინ გამართლებას.
როდესაც იგებ თამაშს, როდესაც შენს 22-ში ხარ და შეგიძლია რომ შვიდად დერეფანი მოიგო თან. შენი მოთამაშეა ტრავმირებული. არ მიდის ცუდად არმიას. იგია თამაშობდა წერა 5 მეტრიანში თავის. სოსო დრო 7 არის, ხო დარჩენილი. რო ჩაეჭრათ აქ. ექიმ კარგად არის შეუულია? აი ბატონო. ეცთან იქ რაც იყო შენ პირდაპირ მიწაზე. არა, იქ არა, სხვა საათი გეუბნები რა. სამი გადაყრილი ხდება ვაჭი. დაუიც. ნახე შეკვრა მოკლედ და ესე აწუდი. იმის შეკვრა სხვაგან ვერ წავა. ზემოდან თუ დაწნეხავ ის სოსელია. მაგრამ შენ წნეხავ და ზემოდან მინდა ყითარ დააწვა. ეს კი მეორე 10 ნომრიანი მაისური არმიის რიგებში არ დაგვაბნიოს. ხო, გიორგი ჯაში შემოვიდა მოედანზე. იურიძე დაშავდა. კუნთი დაიჭიმა მან ბოლო ეპიზოდში. მოხრა. შეკვრა. სესიაშვილი პირველი დაარტყმისთვის ემზადება. უფრო ცოტა დრო რჩება ყვამს. სიცის პრობლემა აქ არ გვაქვს. თუ ნაბიჯები ახლოს არის, თქვენ თვითონ გასაზრდეთ, თუ ახლოს არ ქონდა. აი აქ, კი ბატონო. მოხრა შეკვრა შერკინება ნახარ სანამ შერკინებიდან ხუთი გავა პროსტად გავიდა უკვე ამანტოაკულა კარგად წაიღო 22-ის ხაზამდე აიტანა ბურთი კონტრაქტს ცდილობს ხვამლი გამყარა არმია მარტოა არმიელი მორკინალი ფეხით უნდა გადავიდნენ არმია აქედან. გამოიყენეთ რა. ბაკაძეს მესამე დაფარებენ დღეს ბურთზე ჯაში. ჯაშმა ათამაშა ბოლომდე კეშელავა ფეხით თამაშობს შორს. ორი გადაწყვეტილება წინ და შორი. არ გამოვიდა იდეალური დარტყმა კონცეტევაზე ხვამლი მოდის ახლა და ბოჭვას თვითონვე გააკეთა. არა, სესიაშვილი იყო და სესიაშვილმა ტრავმა მიიღო ამ ეპიზოდში. კაცნაკულია ისევ არმია. სესიაშვილი ცდილობს დაბრუნებას დაცვის ხაზში ბრუნდება. ტრავმირებული მაინც ცდილობს თავისი გუნდის დახმარებას. ხვამლი წვალობს. მათ წინსვლა ხო რაღაცა ხო თითქოს აქვს, მაგრამ ვერ იყენებენ და შემდეგ მოხვება როგორც წესი დაულაგებელ და განვითარების არ მქონე შეტევას ასეთი ბურთის კარგვა. როდესაც წინ ვერ მიდიხარ, სწორედ ამიტომ ხმარობენ ხოლმე 2-3 ფაზის შემდეგ ფეხს რომ უკუსვლაში ბურთი არ დაიკარგოს. აქ სწრაფი ფაზები მიეწყო, თითქოს უნდა გასულიყო ფონს ხვამლი, მაგრამ კვლავ შეცდომა და ბოლოსკენ ვართ უკვე 3 წუთი ნახევარი დარჩა და ცოტა შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, რეალურად უნდა ითქვას ის. თეორიული შანსი აქვს, ხვამს რა თქმა უნდა, მოგების პრაქტიკულს როდესაც 80-დან 30 წუთს ატარებ მეტობაში გუნდმა ბევრი შანსი ვერ გამოიყენეს რა ხვამლის მორაგბეებმა. კი, აუცილებლად უნდა მოხერხდეს ამის გამოყენება. ლადოს განაც მომისმენია, თუნდაც წითელი ბარდის მიღებისას თუ მალევე არ აისახა ეს კულებში, შემდეგ უკვე ნაკლულ გუნდს ადგება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ мотиваცია უფრო მეტი აქვს, ასე შემდეგ.
რა. ან კრაუს გუნდს ასეთი ამბავი ან შლის. ამ შემთხვევაში არმიამ სათავისოდ კარგად გამოიყენა, აი რაც შეეხება ხვალს ხვალმა ვერ ასახა ეს ყველაფერი ქულებში. ხვამლი ახალგაზრდა გუნდია, არმია უნდა ითქვას, რომ ბევრად დაბალანსებულია გამოცდილი მოთამაშეების მხრივ, თუნდაც ვეტერანი ბორჭყალოვსანი, ნოდარ ჭეიშვილი, ბიჯელი ლეგიონერები და არაერთი ისეთი მოთამაშე ყავთ, რომელსაც სხვადასხვა დროს ჩემპიონობა უზეიმია სხვადასხვა გუნდის სახელით. ამის შემდეგ უკვე თქვენ ახდება იგივე ამბავი. მოვედით, აი აქ. აი აქ მოვედით. არა, გადმოდ ბოლომდე არ უნდა წაიღო, ბურთი მოიგო. თუ ბურთს არ მოიღებს, უკვე პრობლემა იქნება. მოხრა. შეკრა. შერკინება. ამ შერკინებამ კი წაიღო მთელი ერთი წუთი უწყობამ და ასე შემდეგ. ბარბაკაძე ჯაშის გრძელი გადაცემა ხარშელაძემ დაამუშავა მაინც ბურთი, კარგი გათამაშება შიგნით. ხოსრიშვილმა კარგად დააქნია და შენარჩუნებაზე უნდა იმუშაონ, თუმცა წაიღეს. კურტანიძეო როგორი მიძალება და ძდიერი კაცია კურტანიძე. ყველაფერს დებს. ჯანიანი ბიჭია, ძალიან. საბა კურტანიძე სულსა და გულს დებს დღევანდელ შეხვედრაში. რომ მისი გუნდი არ დაემშვიდობოს დიდი ათის ჩემპიონობისთვის ორთაბრძოლას. თუმცა ცხადია 15 მორაგბია მოედანზე ერთ გუნდში და მარტო ის ვერ გავა ფონს. ციკლაური. მარჯვენა ფლანგი ფეხით ნახოთ თამაში. 50-22 არ იქნება, თუმცა იქნება შესანიშნავი. ფანტასტიკური დარტყმა. შესანიშნავი დარტყმა. თუმცა აქ მე მგონი თეორიული შანსიც არ ვიცი 50 წამში. ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი. არმიის არის აბა აუტ. კი, უნდა მოიგოს ჯერ ხვამომა არმიის ტელეფონი. თუ საჯის მაჯი 5 წამია დარჩენილი. ხო, არა. ნუ არმია გავიდა შემდეგ ეტაპზე, ესე იგი და დაელოდება 26-27 აპრილის შაბათ-კვირას ხვალინდელი თამაშის გამარჯვებულს შეხვდება. რო გაჩერებული იქნება. ხვალ კიდე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქუთაისის არესი და რუსთავის ხარები, რომელიც აი არენაზე გაიმართება. არესმა როგორ დააკარგა ხო ბოლო ტურში მეორე ადგილი. ავე მოიპოვე ჩემი ნდობა. ნახეთ. ორივე. შენ ჩამოდი. კორატეშვილი აგრძელებს აბულაშვილთან საუბარს. უკვე ერთხელ ვახსენეთ, რომ ეს რეალურად რაგბიში მე ზოგადად სპორტი არ მინახავს, სადაც მოთამაშის საუბარს საჯის გადაწყვეტილება შეუცვლია უკვე მიღებული. რა დავამითხარ? არმია შემდეგ ეტაპზეა, არმია ელოდება როგორც უკვე უკან მოგახსენათ ხვალინდელი შეხვედრის გამარჯვებულს. საქმე ბოლომდე ამისაყვანი, თუმცა თეორიული შანსიც კი აღარ აქვს ხვალს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების და თუ ვინმეს უნდა დააბრალოს ხვალმა დღევანდელ შეხვედრაში განცდილი მარცხი, ერთადერთია თეორიული შანსი არის. და გეტყვი როგორ? აბა. ნუ რა თქმა უნდა ეს აბას ისე უნდა მიაწვეს. არა. ლელო უნდა გაიტანოს და ლელოს გატანის შემდეგ უხეშობა უნდა ჩაიდინოს არმია. ჯარიმიდან დაიწყება თამაში ცენტრიდან ჯარიმით და იქიდან წამოიღებენ. ერთადერთი თეორიული შანსი არის ეს. ამ თეორიულ შანსს სამსაჯო კომიტეტის წარმომადგენელი თუ დაგვითვლიდა. ხო, ანუ თეორია ხა მაინც არის ესეთი, მაგრამ ნუ არ ვიცი ხა არმიამ რამდენად უნდა მოინდომოს ეს რომ გააკეთოს. კურტანიძე მიეძალა წავიდა მოიპოვა უპირატესობად. იბრძოლებს არმია რა თქმა უნდა მაყურებლისთვის ფულის არ გასაშვებად პრესტიჟისთვის კი და იმ თეორიული შანსისთვის რომელიც ძალიან მცირეა და ესეც დაიკარგა
დაასრულა ჯაშმა. არმიას უნდა მიუოცოთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ხვამლს კი მოუწევს კიდევ ერთი წელი მოწდა იმისათვის რომ იბრძოლოს ჩემპიონობისთვის. არმია პირადად ჩემთვის არის აი კადრები, რომელიც ყველაზე სასიამოვნოა ხოლმე ჩემთვის რა. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე შეხლა შემოხლა იყო და აკვირდით ბიჭები თუ როგორ ეხვევიან ერთმანეთს და ულოცავენ კარგ თამაშს. ამიტომ აი ეს სპორტი მე ზუსტად ამიტომ მიყვარს რა. რაც არ უნდა მოედანზე მოხდეს, არეულობა და დაძაბულობა ეს ყოველთვის რჩება მოედანზე ხოლმე. კი, არმია კი პირადად ჩემი აზრით წლევანდელი წლის აღმოჩენაა. ისინი ეხლა ამოვიდნენ ისეთი დაბალანსებული გუნდი დააკომპლექტეს და ისე დააბალანსეს უბრალოდ გუნდი, რომ შეძლეს და ამ ეტაპამდე მოაღწიეს, მესამედ ფინალებსაც გასცნენ და დაელოდებიან არესი ხარებს შორის გამარჯვებულს, სადაც ფავორიტი ალბათ მაინც არესია, თუმცა ხარები ძალიან ძლიერი, ძალიან შეთამაშებული გუნდია, ყოველთვის ჩემპიონობის გამოცდილებით და მებრძოლი ხასიათით. ნახოთ, დაველოდოთ ხვალინდელ თამაშს, თუმცა ხვალინდელ თამაშამდე მოგახსენებთ დღევანდელ განრიგს 18 საათზე ბორდო მანსტერი დაიწყება ჩემპიონთა თასის შეხვედრა. ნორთემპტონი კასტრი 20 საათსა და 30 წუთზე და კონახტი რასინგი 23 საათზე. აი ამის შემდეგ უკვე არესი ხარები გვექნება. ოღონდ ხვალ 13 აპრილს 14 საათზე. მოკლედ დიდი მადლობა გადაუხადოთ დღევანდელი თამაშის მონაწილეებს, არმიისა და ხვამლის ბიჭებს, ესეთი დაძაბული ბრძოლა რო გვაჩვენეს და სხვათა შორის, ისეთ თამაში გამოვიდა რომ მაინც ნასიამოვნები და ინტენსიური იყო, დაძაბულობა იყო ბოლო წამებამდე. ასევე დიდი მადლობა დელეგატებს, საჭთა ბრიგადას, რომ ასევე ძალიან ყურადღებით მოეკიდნენ დღევანდელ შეხვედრას და მაყურებელსაც, ვინც კი ჩვენთან ერთად იყო, მადლობა თქვენს, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ლუკა კილასონია და საბა ჟორჟიკაშვილი უძღვებოდით რეპორტაჟს თქვენთვის. ასპარეს და ესტაფეტას კი უთმობთ ჩვენს თანა კომენტატორებს. ნოდარ ბროლაშვილი შემოუერთდება რაგბი ტივის საკომენტატორო ჯიხურს სერგო გაბუნიასთან ერთად 18 საათზე. ჩვენ და ნოდარის ანგელოზივის ხმას ცოტა ხანში გაიგებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.